მიდის გუგუნი, ასეთი გემრიელი ზომა შამაიები იჭირება. ახლა ზომა. მოგესალმებით 25 ოქტომბერია წამოსული ვარ სიოზე სარიბალკოთ და ვნახოთ რა იქნება. ეხლა ავზილავ დასაკვებს სხვადასხვა შენარევებით მაქვს გაკეთებული. როგორც ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე ჩემი დასაკვებით. აი შედეგი მქონდეს. ასე. ეს ნოულდა რომ მე გამატი. წავიდა მოზელვა. მოვიდა არა. გაიგე? მოვიდა არა. წავიდა. დიდი დაიროცა. დიდი დაუყო, მაგრამ დიდი ბაიკოს. ის უნდა აქეთ არის კამერა? აი გად. დეი. მე თუ მოგეცი ჯანი და ღონე და აი აქა მოგუყანა ხოლმე ხშირად და. აბა დიდი ბაიკოს. მე დალევ. გაჭიქი. არჩი გაჭიქი. ჩამ. აბა დალის ოჩოპინგეს გაუმართოს. მე გერ გამოიდარეს. თორე აცი. მოდია. მე გინდა. უნდა წამოგეღო მართლა რა. რაში ფიქრობდი? просто ერთი ნიავი შეღალა ნიავში ესეთქენა. მოვაფარებ. რა ვქნა ის ხომ აქ წამოვიღებდი და უცებ გაზი. ამაგარი. რა დაარტყა დაი. მენა გუგუნით მუშაობს ჯოხი რა. ძალიან საკაიფოდ მუშაობს ჯოხი დაინახე. თან როგორი ტიპია ლევანიც? რბილი არ არის. ცოტა სიხისტეც აქვს და მგზნობელობაც აქვს. ეხლა ვფიქრობ რომ კარბონი გავაზრდევინო მეთქი, მაგრამ ვახ შენი სად მოძრა. კარბონი გავაზრდევინო მეთქი, მაგრამ კარბონი რო გავაზრდევინო არ დამიმძიმდეს თან, მაგასაც ვფიქრობ. რამდენია ტესტი?
60 პლუსი რა 70 მაქსიმუმ 70. ეს 2 კილოს თავისუფლად გამოიწვია. კი, კაც. რა გინდა გაარო გააზენო დამბიდეს რა გინდა. ამეთ. ტემპერატურა დიდხანდა, შევდაობდო საკარტეჯოხი უნდა იყოს და საფიძერეთ შემიერია. ეგ რუტყავს, აი. მოდი პაპასთან. ეს სატაფე შემოია დავიჭირე. აი ჩააგდებ თუ არა ეგრევე. ერთი ზის უკვე. მაგერ დაველოდე და დაჯდა. აბა მოდით აქ. როგორ მოდიან ბარტყები? მოდით ტაფაზე. ამას უკვე რასაკაიფოებია. ის მაინც ახლოსში როა. აი ტემპი კაია. ეხლა შენი აზრით პირველს რომელს მოხსნი? რა кайსო. აი სიმენა დასამარილებელი ზომა ეს არის ეს რა ტაფისთვის. არჩევანი გვაქვს რა ერთის. თან რა არის იცი? რავი ძალიან მაგარი დასაკვებია რა, აი მაგარი იქნება. ძალიან გადამეტებულათაც არ უნდა კონდეს არომატი და აგერ კი ეტყობა აღარც უკვებაო რა, ძალიან ცოტა დაუკვებე და შემოვიდა და არის ჭერა. და აბა მედი ერთი რა იღუპარეთ. ერთი ზის უკვე. ერთი ზის და მეორეც. აბა ნახოთ. ერთი. ის ერთიც მოზრა. არაფერი, აბა დაუკვებოთ 1000 ერთხელ. მივაწოდოთ რომ არ გაგვივიდეს თევზი. გამოიწერეთ არხი, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ. ოპა, რა კაი ზომა დაჭდა ეს მაიმუნ. კარგად იბრძვის. საკვებურას რომ მიაწვდი იმენა გიზდება. რა კარგად ამას ანკეს უკვე როგორ გემრიელად ჩალიჩება. აი ნახე, რა კაი ამას უკვე ლევა რა კაი ზომა. Oh my god. უკვე დასამარილებელია. აი მეგობრებო, როგორი ზომა მოდის. როგორ ყოველთვის შენ ბიჟელიებში ვარ დიო. Xo. Ясно. Не. Делავეთ ყავ. ამ ტილომ მანქანა გარეცხოს, ხელები გამიწმინდოს. ამერიკიდან ჩამოყვა ტილო, არა? ის კიდელა ხოჩი. ხან თევზი, ხან ის რა ხავსი გვაქვს გახვეული.
რა კაი დარტყმა ხო? Ба. Кარი დარტყმები მაქვს. ვნახოთ პატარაზის გავამგზავროთ ტაფაზე გასაშვების ზომაც არ არის აი მაგრამ გავუშვათ თლად ისეთ სატაფეც არ არის გამოწელა რო დაგეზარება ისეთია გადავაგდე კაც მიწავიდა ეხლა იქ დამხდება ისევ დავიჭერ და მე ჩავაგდებ ბადეში ურეთ ახლა ოპა ეგ ჩაგდებული არ არის უტყავს არის ზეგამოვა ხო ოპა დაჭდა ვა მოკლე სადავეზე უფრო იღებს ლევან თუ რა ხდება Вибачте. Чуйте, рато შეიმღვრა ნაპირზე რა, ის რო ტალღები როა, რო ურტყავს. აუბრებს. Zira მაგრამ იქდია 10 მინახა. და არა წავიდა მოვიდა დუპლიკო ის რა კაია დაინახე შეხედე უნდა წააწუწუნო რა დაინახე გოჭი ეს დასამარილებელი დღეს ვიფიქრე რომ იმას დავიჭერ მეთი რომ ტაფა ზედა რაღაცა ესე იგი აი თვით ღმერთის მეხმარება რომ თევზი გამოვაკაპჩონო და ლუდი მივირთვა და კარგი დაარტყა აი დაარტყა ნახოთ რა დავშვით აი ესეთი ქაშაპუნია დავიჭირეთ აი ქაშაპუნია გავშვით ქაშაპი არ გჭირდება ეხლა კი დროა შემი პენოპლასტები გავტესტოთ ავიღოთ თეთრი ფერი ერთი ისაც გაინტერესებს მუშაობს თუ არ მუშაობს ვიღოთ სხვა ფერი ვიყი თელევიზია აგერ ერთი აგერ კიდე მეორე
აბა წავიდა. იყო დარტყმა. რა გამოიამიდა? ობა, რა თქმა უნდა. ოპა, რაღაცა კარგი დაჭდა. აი, მეგობრებო, პენოპლასტზე პატარა დარტყმა მქონდა და ოპა, ამას უყურე რამ ხელახრამული ის ქაშაპი დაჭდა. პენოპლასტზე ლევან. შეხედე. რა კაი ზომა. აი, ესეც პენოპლასტზე, თეთრ პენოპლასტზე აიღო მაგალითად. აი, ამ ხელა ქაშაპუნია. არ მეგონა პენოპლასტზე ვიდეო. ასე რომ პენოპლასტი მუშაობს. ხო თეთრი დავაყენოთ კიდევ. ეს თეთრი. პენოპლასტი თითქმის ყველანაირ თევზს იღებს. თან არს დამიკვებია. აბა ეხლა საკვებურაც მივაწვდით. წავიდა. ოპა დაჭდა ეგრევე. აი ასე მუშაობს პენოპლასტი, ხო და რაც შეეხება მარტო არაგზე არ არის თვიჟენია, მიდის ხოლმე სიონზეც, ზღვაზეც. აი შამაია. ორი ყოფდა და კაი ზომა ლევან შეხედე. ეს პენოპლასტი გორ გადავიდე. პენოპლასტზე საკაიფო თითის ხოლმე აღება და თან კაი ზომება. ეს მოყიდალო ფერზე დაედაკა. ეხლა იმას არ ვიძახი, რომ თეთრ მატლს ჯობია, ან რომელიმე მატლს ჯობია, ან რამეს ჯობია. მუშაობით მუშაობს. დანარჩენი უკვე პროცესში უნდა სადოთ ხოლმე. აი, არის დაკმადა. მაინც ცივეროა. კარგად ვერ იმაშვება რა ქვია აღებს პირს და ასეთი გამოტარებაც უყურს შამაიას. დაინახე ის რო საქმე დაარტყა შემიჭამა ერთი. პენოპლასტი შეჭამა. მოაძრო. აბა ვაგზელებთ გუგუნს მე და ლევანა. ვა ეგრევე. ჩემო მეგობრებო. ცოტა პატარები დაჭდნენ. მოდი რა არის, ნახოთ. ახლა პატარა შამაია. დაჭდა საკაიფო ზომა შამაიები კი მოდის. ახლა სტაფისთვის წავა. ამაზე ოდნავ პატარა ლევანას კატას და უფრო პატარა
რო პატარას ვაბრუნებთ. ეგრევე დაეცემა თუ არა? ახლა დღეშია წვერი. პატარა დაშდა. ნახოთ რა ზის. სატაფე შამაია. Чуть-чуть საკაიფო დაჭდა. იმენა საკაიფოთ. იბურჯის კაიჯანზია. მოდის ორი ლუდი თუ ორი ბაკალი ლუდი. ოღონდ. ან ერთი ან ორი რავი გააჩნია. როგორ წყურია იმის მიხედვით, ესეთი საკაიფო. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი რიბალკა დასასრულს მივახლოვდა და აი ესეთი თემა ეს ჩადავლა. ეს არის ჩემი ნადავლი დღევანდელი. აი ეს ამბავი. ეხლა ლევანას ნადავლსაც გაჩვენებთ. აი ორი კაცის ნადავლი რო გამოვიდა. აი ლევანას ნადავლი. როგორი საკაიფო რაოდენობა. ერთი სიტყვით სიონზე გირჩევთ რიბალკაზე წამოსვლას. გამოიწერეთ ფიშოპის არხი და ჩემი მაღაზია მდებარეობს ანზონაში მერვე სამოწყოფოს ზემოთ. ლოკაციაზე ფიშოპი ჩაწერეთ და პირდაპირ მოგიყვოთ ჩემთან. კითხვებზე და რაღაც მომართეთ. გამომიარეთ მაღაზიაში და გაკვალიანებთ. აბა დროებით.